თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ერთხელ ნიაზ დიასამნიძეს მილიციელები ბირჟაზე დაადგნენ. დიდ ნიაზზეა საუბარი და არა მომღერალ ნიაზზე. ამიტომაც მილიცია პოლიციაში არ ამრევია. სამუშაო საათებში რატომ დგახარ ქუჩაში, უნდა დაგაპატიმროთო. კი მაგრამ მე ვმუშაობო, უთქვამს ნიაზ. სად მუშაობო, ჩაეკითხა პოლიცია. დომინოს ქარხანაშიო. დომინოს კენჭებზე წერტილებს ავსვამო. დღეს რატომ არ მუშაობთო? დღეს პუსტაპუსტას უშვებთო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. უმუშევრობა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად მართლაც დასჯადი იყო. მაგალითად, ამ ბრალდებით ციხეში იჯდა ცნობილი რუსი მწერალი იოსიფ ბროდსკი. ერთი წელი ჰქონდა მიჯილი ადამიანს იმისთვის, რომ არ მუშაობდა. თუმცა მაგალითად, ქალებს ეს არ ეხებოდათ, მათ შეეძლოთ არ ემუშავათ და დიასახლისები ყოფილიყვნენ. უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებდი, განაწილების წესით გიშვებდნენ სამსახურში. როგორც წესი უნდა ჩაგეწყო, რომ კარგ სამსახურში მოხვედრილიყავი. დარჩენილიყავი თბილისში და არ წასულიყავი მაგალითად მესტიაში, ყაზბეგში ან სხვაგან. მართალია, ხშირად უმიზეზოდ შრომობდით, მაგრამ მამებისა და ბაბუების თაობას იდეურად მაინც ჯეროდათ რომ რაღაცას აკეთებდნენ. მაგრამ საბჭოთა კავშირში 70-იანი წლები უკვე ის პერიოდია, როცა ის იდეურად გაკოტრდა, განსაკუთრებით საქართველოში. თითქმის აღარავის ჯეროდა იმ უტოპიური იდეალების, რის გამოც ამდენი რეპრესია და უბედურება მოხდა. წმენა საკმაოდ შერყეული იყო და ნიჰილიზმი ჭარბობდა. ასეთივე დამოკიდებულება იყო სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის საქართველოში, სადაც ქართველი საბჭოთა კავშირის სამშობლოდ არ მიიჩნეოდა, ის მუდმივად თავს არიდებდა საბჭოთა სამხედრო სამსახურს, ცდილობდა არ წასულიყო ჯარში, ან თუ წაიყვანდნენ, მოწყობილიყო თბილ ადგილას და არ ეკეთებინა არაფერი. მოკლედ, ადამიანები ცდილობდნენ არ ემუშავათ, ნაკლებად დახარჯულიყვნენ სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოს მიმართ იყო საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულება. სახელმწიფო იყო ის, რასაც თუ წაგლეჯდი და წაღლედი, საზოგადოებრივი მორალის დონეზე დანაშაულად არ ითვლებოდა. მოკლედ, ეს იყო პირველი პარადოქსი. უმუშევრობა არ არის, თუმცა არავინ მუშაობს. მუშაობდნენ უხარისხოდ, თავს არავინ იკლავდა, სახელმწიფოს მიმართ ადამიანებს მოქალაქეური პასუხისმგებლობა საერთოდ არ გააჩნდათ, უბრალოდ არსებობდა თამაშის წესები, რომლებშიც უნდა ჩამჯდარიყავი. ერთხელ ოთარ ჭილაძემ ერთ შინაურულ საუბარში თქვა: მესამე მსოფლიო ომზე რომ ლაპარაკობენ, ნამყოფი ვარ საბჭოთა ჯარში და ვიცი რა როგორ აქვს მოწყობილიო. დარწმუნებული ვარ, მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, არც ერთი რაკეტა არაფერ ხდება და არ გაისვრის. ყველას რაღაც ნაწილი ექნება მოპარულიო. მართლაც ასე იყო. ყველა იპარავდა, არავინ იბრძოდა სერიოზულად, ეს მუშაობა იყო ყალბი, ისევე როგორც შრომის გმირების კულტი. ისიც ითქვა, რომ საქართველო აწარმოებდა მეტ ჩაის, ვიდრე ჩინეთი. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ჩინეთზე მეტი აწარმოო? რამდენი ჩაის ფოთოლიცაა საქართველოში, იმდენი ჩაის პრეფავია ჩინეთში. ერთი სიტყვით, ამ სიცრუესა და სიყალბეში ცხოვრება ისტორიის კუთვნილებაა და რანერათაც არ უნდა ეცადოს თითოეულა რუსეთუმე, თუნდაც ათეულობით იმ დროს ვეღარასოდეს დააბრუნებ და კიდევ კაი ეს შეუძლებელია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი.